ქედის სათემო რადიო, შენი ამბავი, ჩვენი ეთერი. აქ ქედა ლაპარაკობს, შენ უსმენ ქედის ხმას. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ რადიო გადაცემა ქედის ხმას. მე მისი წამყვანი მადონა ფალავანტიშვილი გახლავართ. როგორც იცით, ჩვენი გადაცემის ეს სერიები ეხება ადამიანებს, რომლებიც გამოირჩევიან უნარებით, გამოცდილებებით, განათლებით და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ადამიანები ქედას ვერ ტოვებენ, არ ტოვებენ, აქვე ვითარდებიან, აქვე მუშაობენ და მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ჩემი სტუდენტობის მეგობარი, რატომღაც ისე აიწყო, რომ ჩვენი გადაცემები სულ სამეგობრო წრეში ტრიალებს, სულ მეგობრები მყავს მოწვეული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გადაცემები გამოდის. ამ მიმართულებით. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ილონა შავლიძე. ეს სახელი რომ სახელი გვარი ქედაში ახსნა, ყველასთვის არის ცნობილი. ეს ხომ ჟურნალისტი გოგოა, ეს ხომ ილონა, ეს ხომ აჭარის ტელევიზიას წარმოადგენს და ასე შემდეგ. რაც მსმენია, იმას გიზიარებთ ახლა. ეს არის ადამიანი, რომელმაც განათლება მიიღო სხვა მუნიციპალიტეტში. თუმცა სტუდენტობა გამოდის, რომ სახლიდან გაატარე, ისევ ქედაში დარჩი ამ სტუდენტობის პერიოდშიც, აქვეც დასაქმდი და მინდა რომ აი შენზე გავაკეთო დღევანდელი გადაცემა. მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო გამონახე ჩვენთვის, ისეთ გადარბენებზე ხარ შენი პროფესიიდან და სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე. გამარჯობა, მადლობა, რომ მომეცა შანსი ყოფილიყავი შენი სტუმარი და ყოფილიყავი, ასე ვთქვათ, შენთვის საინტერესო რესპონდენტი. მიხარია, ცოტა არ იყოს რომ შევხვდით მე და შენ ერთმანეთს გულახდილად გითხარი, რომ ნერვიულობ ამ გადაცემის ჩაწერაზე. მეთქი, იმიტომ რომ აი ჟურნალისტს მაინც შენეული ხედვები გაქვს, სხვანაირი გამოცდილება გაქვს და ეხლა მე არ ვარ იმ გამოცდილების მქონე, რომ თქვათ, მაღალი სტანდარტების რადიო გადაცემა, ზოგადად გადაცემა მოვამზადო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მცდელობა მაქვს ამის. გადაცემებს ვიწყებ ასე სანამ უშუალოდ მათ საქმიანობებზე გადავალ, ვეკითხები ბავშვობის ამბებს, იმიტომ რომ რაცა სიღრმისეულია, გულში ჩამწდომია და ემოციური ამბავია ეგ. ბავშვობაზე რომ მომიყვე, როგორი იყო შენი ბავშვობა და ზოგადად მაშინდელი ქედა. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ თითქმის 20 წლის წინანდელი ქედა ყველას ალბათ გასაკვირი არ იქნება და განსხვავებული ნამდვილად იყო. იყო განსხვავებული თავისი შესაძლებლობებით, თავისი უნარებით, თავისი ინფრასტრუქტურით და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაზე და ჩემს ცხოვრებაზე ნამდვილად იყო ასახული, თუმცა მაინც ტკბილად და მაინც ასე ვთქვათ, საინტერესოდ, სახალისოდ მახსენდება ჩემი ბავშვობა, ჩემი ძველი ის პერიოდი, რაც გავიარე, იყო სირთულეები, თუმცა ეს სირთულეები მაინც არის საინტერესოდ გასახსენებელი. იქედან გამომდინარე, რომ ეს სირთულეები ჩვენ გზრდიდა და გვეხმარებოდა იმაში, რომ ყოფილიყავით უფრო ძლიერები, აი თუნდაც რომ ავიღოთ ეხლა ესეთი ინტერნეტის და სოციალური ქსელების ეპოქაა, რომ ცოტა სხვანაირი ურთიერთობებია, თუმცა მაშინ ეს უფრო მეტი ურთიერთობები, მეტი სიყვარული, მეტი ერთმანეთთან გატარებული დრო გქონდა და ამ მხრივ ნამდვილად ვერ გაიხსენებ ცუდად ამ იმ პერიოდს. ეხლა ბუნებრივია, რომ ეხანდელ ბავშვებს რომ შეხედო, მათი გუნდური თამაშობა რაღაცა ვირტუალურად არის, სადღაც PUBG-ში და ასე შემდეგ და ჩვენ დროს კლასობანა იყო, დროშობანა და ასე შემდეგ. ხო, ძალიან კარგია და მიხარია, რომ ასე იხსენებ იმ ბავშვობას, მიუხედავად იმისა, რომ იყო პრობლემებიც, გამოწვევებიც და ასე შემდეგ. ხო, გაიარა ბავშვობამ, სკოლის პერიოდმაც და მე სტუდენტობაზე გადავიდეთ. აი როგორ დაინტერესდი, რატომ გახდა შენთვის ჟურნალისტიკა მნიშვნელოვანი ამ გადაწყვეტილებამდე რა მიგიყვანა? დაახლოებით მე-9 კლასში ვიყავი, რომ გადავწყვიტე ჟურნალისტიკა. მაშინ არც ისეთი პოპულარული პროფესია არ იყო და არც ბევრი ვინმე ამაზე არ ფიქრობდა. ჩემს გარშემო ყოველ შემთხვევაში ეს ასე იყო.
თუმცა ალბათ უფრო მიყვარდა ტელევიზორი და იქ ტელევიზორიდან გამომდინარე გადაცემები საინფორმაციო ამ ყოფს მესმოდა ვუყურებდი, რატომღაც მიყვარდა, იქედან შემიყვარდა ჟურნალისტიკა და შემდგომ ვიფიქრე რომ რატომაც არა მინდა და არ შემიცვლია არანაირად აზრი, მithumetes რომ მქონდა რაღაცა განსხვავებული შეხედულებები სხვებისგან, მაგრამ მაინც დავრჩი ჩემს აზრზე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე წლის წინ შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემი ძველი სახატავი რვეული, ეს იყო ალბათ მე-5-მე-6 კლასის, იქაც თურმე მქონდა ჩანაწერები და მქონდა ნახატები, სხვადასხვა გადაცემების და სხვადასხვა არხების ლოგოები მქონდა დახატული და ეს რომ რამდენიმე წლის წინ ვნახე, ძალიან გამიკვირდა და მეგონა რომ რაღაცა იქედან იყო დაწყებული რაღაცა ჩემს სიღრმეებში თურმე ყოფილა ის სურვილი და ის ინტერესი რამაც აქამდე მომიყვანა. ძალიან საინტერესო გადამაწყვეტინა albათ ეს ყველაფერი. ეს არჩევანი წარსულის გამოძახილი ყოფილა, აი ღრმა ბავშვობაში. კი, ეს შემდგომ აღმოვაჩინე. ძალიან მიხარია. კარგია რომ ასეთ ამბებს გვიზიარებ, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემა უფრო ბუნებრივი უშუალო და რაღაცა თბილი გამოდის ასეთი ამბებით. ეხლა ვიცი რომ აჭარის ტელევიზიაში მუშაობ, ქედის წარმომადგენელი ხარ, ეხლა ზუსტი სახელი და სახელება არ ვიცი, მაგრამ აი ამაზე რომ საუბრო, როგორ აღმოჩნდი აჭარის ტელევიზიაში. იმიტომ რომ კონკურენციას თუ შევხედავთ, საკმაოდ დიდი კონკურენცია კი, ნამდვილად იყო სირთულეები, თუმცა თავიდან როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, პირდაპირ მინდოდა რომ დამიწყო მუშაობა, რაღაცა ნაბიჯები გადამედგა ამ კუთხით. მანამდე არანაირი გამოცდილება არ მქონდა. დავიწყე სტაჟირებით, 6 თვიანი სტაჟირება იყო გამოცხადებული აჭარის ტელევიზიაში, დავიწყე სტაჟირება და სურვილი მქონდა რომ ქედის ბიუროში ვყოფილიყავ, რადგან ქედაში ვცხოვრობ, ჩემთვის მარტივი იქნებოდა. და ქედის ბიუროში გავდიოდი სტაჟირებას, აქ იყო მაშინ ჟურნალისტი. რამდენიმე თვე გავიდა, ალბათ 3 და 4 და შემდგომ შეიძლება ითქვას რომ გამიმართლა, იმიტომ რომ აქ არ იყო ქედაში იმდენი კონკურენცია ამ პროფესიაში. შემდგომ აქ ვინც მოღვაწეობდა ეს ჟურნალისტი გადავიდა ბათუმში და აქაურ ბიურო, ასე ვთქვათ, მე ჩავიბარე, გადმომაბარა და შემდგომ მე გავაგრძელე აქ მუშაობა. ხო, მის ერთია რომ გამართლებაზე საუბრობ, მაგრამ მე ჩემეული ხედვა ასეთია რომ შენში რომ არ დაინახათ ის უნარები, პასუხისმგებლობა, საქმისადმი რაღაც ერთგული მიდგომა და ასე შემდეგ ვფიქრობ, ლამაზი თვალების გამო არავინ არ აგიყვანა და არ დაგწავებდა. მაინც პრაქტიკაში, რასაც აკეთებ ჟურნალისტიკა, პრაქტიკა არის და არა ის თეორია, რაც 4 წლის განმავლობაში ისწავლე, ამიტომ დავიწყე ის, რომ შეიძლება ვთქვა, რომ ამ ძალიან ბევრი არ ვიცოდი, შემდგომ უკვე მუშაობის პერიოდში ვისწავლე და დავეუფლე ამ ყველაფერს. ხო, შენეული მიგნებები აღმოაჩინე. ეხლა აი რომ ვესაუბრები ასე მოწვეულ სტუმრებს, მაინტერესებს რომ რატომ დარჩი ქედაში? შენ ცხოვრობ შეგეძლო გადასულიყავი ბათუმში, რაც უფრო ფართო არეალზე წასულიყავი თბილისში. სადმე რა ვიცი, ჟურნალისტის მიმართულებით, ჟურნალისტიკის მიმართულებით. რამ გადაგაწყვეტინა აქ დარჩენა? აქაურ მდგომარეობას, სიტუაციას ისე შევეჩვიე. თავიდან მქონდა სირთულეები, ეს აღნიშნე, თუმცა ისეთი ბუნებრივი გახდა, ჩემთვის ეს ყველაფერი ისეთი ჩემეული გახდა, რომ აქედან წასვლა აღარ მიფიქრია. ანუ იმის მიუხედავად, რომ არის ამის საშუალება, ამის შანსები, რომ თუნდაც ბათუმში გადავიდე და ვიმუშაო და არ მინდა მამას კატეგორიულად ვიძახი, იმიტომ რომ მიყვარს აქაურობა, აქაური ხალხი, აქაური ურთიერთობები, ძალიან ჩემეულია, ძალიან ჩემთან ახლოს არის და ასე ვთქვათ, ამ ყველაფერს მიტოვება არ მინდა. მიტოვება ეს უფრო ისეთი გაგებით არის, მაგრამ მაინც მიტოვება გამომდის. აი, როცა მაქვს შემთხვევები, რომ მუშაობ ბათუმში, მაგალითად ერთი კვირით ან რამდენიმე კვირით მიწევს ხოლმე მუშაობა იქ ცოტა არ ვარ ისე, როგორც უნდა ვიყო. აქ ისე ვარ, თითქოს
ქედაში ისე ვარ თითქოს თევზი წყალშიო, რომ მიტყვიან ისე ვარ. იქ ცოტა ვარ რაღაცნაირად ჩარჩოებში, შემიძლია ასე ვთქვა. არ ვარ ის, ვინც უნდა ვიყო და ჩემს გარშემო მყოფებთანაც ალბათ უფრო არ ვარ შეგუებული და მაგიტომ მიჭირს ცოტა. მაგრამ ქედა მაინც რომ არის ჩემეული და ორგანიზია შენთვის. უფრო მიყვარს რადგან ეს მშობლიური მუნიციპალიტეტია. აქ დავიბადე და გავიზარდე, მაინც არ ვამბობ მასზე ვარს და მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ვცხოვრობ, მაინც დავდივარ და მუშაობ აქ. კი ბატონო, თან რა მომენტია, რომ საზოგადოებაც შენთვის ცნობილია, მათი ჭირვა რამე, რა უხარიათ, რა სწინთ, რა პრობლემები აქვს თან, ვთქვათ რა კარგი დღეები აქვს, აი ყველაფერი იცი და ყველაფერი გესმის. და ალბათ ამანაც განაპირობა. ჩემი შეფასებით ასე არის. კი, მარტივად ხდები რა ჭირდება რა კუთხით უნდა ვიმუშაო, ამას მარტივად ხდები და უკვე ჩემთვის მარტივია ეს ყველაფერი. აქ მუშაობა. კი ბატონო, ეხლა შემდეგი კითხვის დასმას იმას, რომ გინანია თუ არა, რომ აქ დარჩენ, მგონი აზრიც აღარ აქვს, იმიტომ რომ ორივე შევჯერდით მაგალზე. მაგ ისე გძნობ თავს, როგორც თევზი წყალშიო. ეხლა რომ ცოტა გლობალურ თუ მასშტაბურ საკითხზე გადავიდეთ, რას ნიშნავს შენთვის ეს სტატუსი, რომ ქვია რეგიონული ჟურნალისტი, წარმომადგენელი ხარ ყოველ შემთხვევაში ამის. აი რას ნიშნავს, რა პასუხისმგებლობებს გრძნობ ამ მიმართულებით? კი, ნამდვილად ეს პასუხისმგებლობაა, მეც აქედან დავიწყებ, იმიტომ რომ ხარ რეგიონული ჟურნალისტი, წარმოადგენენ ქედას და მინდა გითხრა არა მარტო ქედას, არამედ შუახევის მუნიციპალიტეტშიც ვარ, გადაღებებზე მიწევს ხოლმე იქ მუშაობა. ეს არის პირველ რიგში ის პასუხისმგებლობა და ის შესაძლებლობაც ამავდროულად რომ ვიყო აქ და გავაშუქო ის მდგომარეობა, ის პრობლემები თუნდაც რაც აწუხებს ადგილობრივებს. ეს ყველაფერი გავაშუქო და მივიტანო იმ ადამიანებამდე, სადაც უნდა იყოს. გარდა ამისა, არის ის მომენტი, როცა ხარ რეგიონული ჟურნალისტი, მაქვს ის სიტუაცია და მომენტები, როცა აი ყველაფერი უნდა იცო და ყველაფერი უნდა გაიგო, აი პულსზე უნდა გეჭიროს ხელი, რომ იტყვიან ზუსტად ისე, იმიტომ რომ ახალი ამბებია, მაინც ეს ჩემი მიმართულება და ახალი ამბები არ მაძლევს მოდუნების საშუალებას. არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაცას მოვწყდე და თუნდაც ბავშვებულებაში ვარ დასვენების წლებში, ეს არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ გადავიდო ასე ვთქვათ ფეხით ფეხზე, პირიქით მაინც ვარ ჩართული და რაღაცა თუნდაც რომ გამომრჩება და რაღაცა ყურადღების მიღმა დამრჩება, ეს ძალიან მანერვიულობს. შინაგანად აფორიაქებული. კი, ძალიან მანერვიულობს, აფორიაქებული ვარ და ეს მოქმედებს ყველაფერი ჩემზე. ამიტომ პირველ რიგში ეს დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ თან არის დიდი სიამაყე ჩემთვის, რომ აქ ვარ ასე ვთქვათ ერთ-ერთი წარმომადგენელი, ერთ-ერთი თუ არა, ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ და ეს მიემაყება, იმიტომ რომ საკუთარ მუნიციპალიტეტს წარმოვადგენ. მიხარია და წარმატებებს გისურვებ იმ საქმეში, რასაც ვფიქრობ, რომ პირნათლად დიდი პასუხისმგებლობით აკეთებ. მე ხარ რომ სიუჟეტებზე გადავიდეთ, სწორად აღნიშნე, რომ მოსახლეობის ცხოვრების პულსზე გიჭირავს ხელი. სიუჟეტი რომელი იყო ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი? აი რომ გამოარჩევდი. ჩემთვის ყველა სიუჟეტი არის მნიშვნელოვანი, ყველა სიუჟეტი ძალიან გულისყურით და გულმოდგინედ ვიმუშაობ, იმიტომ რომ ყველა არის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თითოეული სიუჟეტი, რომელზეც ვიმუშაობ. თუმცა ანუ არის გარკვეული სიუჟეტები, რომლებიც უფრო მეტად გამახსოვდება თავისი თემებიდან გამომდინარე, უფრო და არა პიროვნებებიდან, უბრალოდ თემებიდან გამომდინარე შეიძლება რაღაცა უფრო დასამახსოვრებელი იყოს. ეს არის უფრო პიროვნული სიუჟეტები, რომლებიც სხვადასხვა პიროვნებებისთვის, ასე ვთქვათ, მიმიძღვნია. შეიძლება იყოს კონკრეტული პიროვნება, რომელმაც რაღაც სფეროში წარმატებას მიაღწია, თუნდაც იყოს ეს სტუდენტი, რომელმაც 100% ემიგრანტი იყო. აი ასეთი სიუჟეტები ხშირად მომახსოვდება, კონკრეტულ ერთს ვერ გამოვყოფ, მაგრამ ასეთი სიუჟეტები ალბათ უფრო ჩემი ისა
საყვარელი სიუჟეტები და ის მიმართულება, რომელიც მე მომწონს და ალბათ უფრო ამიტომ, თუმცა ყველა სიუჟეტი არის ჩემთვის დასამახსოვრებელი. მესმის, ანუ ამ კითხვებს რომ ვსვამსტოვრებთან, მოლოდინიც მაქვს. ეხლა მაგალითად ასეთი შემთხვევა დამემართა, ბატონი ვაჟა მყავდა მოწვეული მუზეუმის დირექტორი და იმას ვაკითხები, რომელი ეპოქა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ან რაღაც და ნუ ყველა ძვირფასია, ყველა მნიშვნელოვანია, ყველას თავისი ადგილი უჭირავს ზოგადად მსოფლიოს ისტორიაში. ხო და ეხლა შენ შემთხვევაში წასე დამემართა, იმიტომ რომ მესმის პროფესიულად ძნელია გამოყო რომელიმე სიუჟეტი, იმიტომ რომ შენთვის შვილივით არის რა, უვლი აკოწიწებ რაღაცა საზოგადოებამდე მიგაქვს და ხო, მესმის ეგამბავით და გასაგებია. ეხლა რა მაინტერესებს, ქალი ჟურნალისტი ხარ. ხომ არ არის სტერეოტიპული დამოკიდებულებები ამ მიმართულებით, რომ აი მაგალითად ავდარში, სტიქიაში, სადღაც პანდემიაში და ასე შემდეგ იწევს მუშაობა, გარეთ გამოსვლა. მაინც ხომ არის მიდგომები და ზოგადად დამოკიდებულება იმისა, რომ ქალი სუსტია, გაცივდება, ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნება, ან ღამეში სად უნდა იაროს. რეალობა გვაქვს ასეთი, ამას ვერ გავექცევ. თუ გქონია ეს დამოკიდებულება? საზოგადოებისგან და სხვა წევრებისგან არ მიგუცნია ეს ნამდვილად, რომ აი ქალი და აქ დასაკეთებს და ეს არ მიგუცნია, არ მქონია ნამდვილად ესეთი სიტუაცია, რომ რაღაცას ეთქვა, რომ ამას აქ რა უნდა, რაღაცა არ მქონია ნამდვილად და არც მიგუცნია ამ მიხარია პროფესიის კი, ჩემი პროფესიის და ჩემი მუშაობის განმავლობაში ეს ნამდვილად არ მიგუცნია, თუმცა უფრო მეტად ალბათ უფრო ოჯახიდან ყოფილა ეს თავიდან ეს არ შემიძლია რა ვნიშნო. მას პირველად ამბობს აჯარა თუ იციან. იციან, მაგრამ აბა რა ხდება ოჯახში რომ მომიყვე? ოჯახიდან მაინც ახლა შვილია და მაინც ალბათ უფრო ეცოდებათ იმის მშობლის პოზიციიდან. ფული სამსახური არის და ეს თავიდანვე სირთულები ამ კუთხითაც მქონდა, როცა პროფესიას ვიჩევდი. მაგრამ ყველაზე მეტად გვერდში მამა დამიდგა და დამეხმარა, სადმე მისასვლელი იყო მივყავდი, რაიმე გასაკეთებელი იყო, არ დაიხებდა უკან, ყველაფერში მეთქა გვერდში და მაძლევდა იმ ძალას დამატებით, რომ ჩემი საქმე ბოლომდე სრულყოფილად გამეკეთებინა. მქონდა რაღაც შემთხვევები, რომ ვიყავი წასასვლელი და ეს უაჭველი უნდა წავეყვანე ვინმეს და აი არასდროს არ დაიხევდა უკან. ჩემზე მე დამასწრებდა მანქანას ამუშავებდა და მივყავდი მას და ეს მეხმარებოდა ყველაფერში. და ეს მომენტები, რაც შენ აღნიშნა, ეს სიცივე, ზამთარი აქ დიდი თოვლი მოდის, ესეც სირთულე იყო ჩემთვის ნამდვილად. თოვლიც გავყოლია და ჩამოვუყვანი ვარ, მე მანქანასაც გამოვყოლები ვარ. ეს ხელშეწყობა მქონდა მე პირიქით მშობლებისგან და საზოგადოებისგანაც ნამდვილად არ მქონია ამის განცდა, რომ ქალი ჟურნალისტი. ალბათ უფრო ვფიქრობ იმიტომ, რომ არიან ბევრი ქალი ჟურნალისტი არის, რომელიც ამ სფეროში ისე ტელევიზიითაც ხედავენ, მამაკაცების ნაკლებობა უფრო აქ არის, ვფიქრობ კიდე ქალებს. სირთულეები როგორც ესეთი ნამდვილად ახლავს. კი ბატონო, ეხლა მამაზე რომ ასე საუბრობ, ძალიან მიხარია და სენსიტიურად ვარ ამ თემაზე, ამ თემასთან დაკავშირებით განწყობილი, პირადად ვიცნობ მამა თქვენ საოცარი ადამიანია და ჯეროდა რომ შენი სიძლიერის უკან, შენი საქმეების უკან ასეთი მხარდამჭერი გყავს მამის სახით. კარგია, მიხარია. თუ გყავს გამორჩეული ჟურნალისტი, მისგანაც რაღაცები გისწავლია, мотиваცია მოუწია შენთვის და გინდა რომ იმის მსგავსი არა, მაგრამ რაღაც ის არის შენთვის მაღალ საფეხურზე, ჟურნალისტიკის მაღალ საფეხურზე მდგომი, აი თუ არის ასეთი პიროვნება. ზოგადად დაასახელო სახელი გვარი, მაგრამ არ ვიცი, ველოდები შენგან პასუხს. კონკრეტული პიროვნების გამოყოფა, სიმართლე გითხრა, მართლა არ შემიძლია, იმიტომ რომ იდეალური ამ საქმეში შეიძლება მართლა არავინ არ იყოს. ამიტომ ყველა პიროვნებიდან, თუნდაც ჩემი თანამშრომლებიდანაც, ჩემი კოლეგა ჟურნალისტებიდანაც
ვიღებ რაღაც მათ დადებიც და მინდა რომ მქონდეს მეც ის და ვცდილობ რომ ასე ვთქვათ დავემსგავსო იმ რაღაცა ერთ კონკრეტულ თვისებაში თუ რაღაც საქმესთან იდეაში და ესე კონკრეტულად მიმი გამოუყო თუნდაც ცნობილი პიროვნება არ შემეძლია ნამდვილად თუმცა ვცდილობ რომ მათი რაღაც დადებითი ხარეები ავიღო და ასე ვთქვათ ვისწავლო მეც მათგან. იმიტომ რომ ეს პროფესია ისეთია რომ მუდმივად სწავლობ და ვითარდები, მუდმივად ვცდილობ რომ იყო საუკეთესო. აჰა და სხვადასხვა ჟურნალისტების საუკეთესო თვისებების თავმოყრა გინდა შენში და მჯერა რომ ამ ყველაფერს კარგად შეძლებ და თავს მოუყრი. გეგმებზე რომ გვესაუბრო, რა გეგმები გაქვს ამომავლოდ? სად წარმოგიდგენია შენი თავი მომავალში? ისევ ქედაში რჩები, მიდიხარ, თუ რა საკეთებ? ჩემი გეგმები ისევ და ისევ ქედას უკავშირდება. არ გეგმა უახლოს პერიოდში მაინც აქედან გადასვლას ჩემთვის ძალიან კომფორტულია. აქ მუშაობა კიდევ აღნიშნავ უფრო მეტიც შეიძლება გადმოვიდე კიდეც საცხოვრებლად აქ სოფლად, იმიტომ რომ მაინც ქალაქში ჩვენი არ ვარ და ვერ ვეგუები იქ ცხოვრებას და ვფიქრობ რომ თუ იქნება ახლა მომავალში ამის შესაძლებლობა და საშუალება გადმოვიდე და აქ ვიცხოვრო და თან აქვე ვიმუშაო, გავაგრძელო ასე ვთქვათ ჩემი მოღვაწეობა და ცხოვრება ქედაში. კაია. მიხარია, ყველა ჩვენ საუბარში სულ ყველაფერზე ვამბობ მიხარია მეთქი და არ მინდა რადიო მსმენელებისთვის მოსაბეზრებელი გახდეს, მაგრამ ემოციებზე მატყობ, რომ მართლა მიხარია ასეთი დამოკიდებულება რომ გაქვს ქედის მიმართ, შენი საქმის მიმართ. ამას მართლა გულწრფელად ვამბობ, გულწრფელად და მეც და ჩემი მეუღლეც ვეგმავთ რომ შემდგომში გავაგრძელოთ აქ მასაც უყვარს საქაურობა და გავაგრძელებთ დიდი აბათობით. ხო, ერთი კაი ანონსი გამოგვივა, რომ ათომიდან ბრუნდებით ისევ სოფელში და აქ აგრძელებთ იმ დაწყებულ საქმეს. თქვენ მეუღლე პედაგოგიკის მიმართულებით, თქვენ ჟურნალისტიკის და საერთო ჯამში ქედაში ერთ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებით და აკეთებთ. ეხლა როგორც ჟურნალისტ, ერთია რომ აშუქებ მუნიციპალიტეტების ამბებს, საზოგადოების ცხოვრებას, მნიშვნელოვან თემებს და ასე შემდეგ და მეორე არის თუ გაქვს რაღაც ისეთი იდეა, რაც გინდა რომ ქედისთვის გააკეთო. თუმცა გადაცემა მაგალითად საავტორო გადაცემა ასეთებზე თუ გიფიქრია, როგორც ჟურნალისტს, რამე იდეები თუ გაქვს? სიმართლე გითხრა ამ მხრივ არ მიფიქრია. რაღაც ის ამბიციები, რაც თავიდან მქონდა, თითქოს რაღაც ჩემს ადგილს მივედი, ჩემს ანუ ამ ყოველდღიურ ჟურნალისტიკაში თავს უკეთესად გრძნობ და კარგად. თუმცა რაღაც იდეები სოციალური ქსელების კუთხით, გვერდის მუშაობის კუთხით და ახალი ამბების ამ მხრივ დამუშავების, თუნდაც ბლოგების მიმართულებით მქონდა ამის იდეები, თუმცა უბრალოდ ამის საშუალება და ის ჟინი ჯერჯერობით არ მაქვს, მაგრამ მინდა რომ უფრო ბლოგების მიმართულებით წავიდე და სოციალურ ქსელში სხვადასხვა ბლოგები განმათავსო, ისე მუნიციპალიტეტის ირგვლივ რა თქმა უნდა. ხო, სხვათა შორის მე შენს სოციალურ გვერდებს თავს ვადევნებ TikTok-ზეც, Facebook-ზეც, Instagram-ზეც. გაქვს ისეთი ბლოგები, ვიდეოები, რაც კარგად არის მომზადებული და ყურებადია ჩემი აზრით. ნუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასეა. თუმცა ამის გამოცდილება ჯერმანს კარგად არ მოქვს, არ ვარ მთლად ისე პროფესიონალი, მაგრამ მინდა რომ დავიწყო ამ მიმართულებით. მუშაობა და უფრო სერიოზული ფიქრი, ვიდრე ეს რაღაცა კარტობა უფრო არის ჩემთვის. კი ბატონო, ალბათ დროის სიმცირის გამო ან რაღაცები ხელს გიშლის. ჯერა რომ მაგ მიმართულებითაც დროს გამოყოფ, საკუთარ თავზეც იმუშავებ და ერთ წარმატებულ ბლოგერად ჩამოყალიბდები გარდა ჟურნალისტისა. ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ მიდის. ვფიქრობ, საინტერესო საუბრები გამოგვივიდა და გულწრფელი, გულახდილი და ყოველთვის მესიჯად ჩვენ სტუმრებს ვაგზავნინებ ახალგაზრდებთან მათ დამოკიდებულებებს. აი, მინდა რომ აბიტურიენტებს უთხრა რაღაც, ვისაც ასარჩევი აქვს პროფესია, რას ეტყობი, წავიდნენ თუ არა ჟურნალისტიკის მიმართულებით.
თუ არ შეუშინდებიან დაბრკოლებებს და იმ სირთულეებს, რომელიც ალბათ ყველა პროფესიას ახლავს, მაგრამ ჩემი აზრით ჟურნალისტიკას მაინც განსაკუთრებული სირთულეები, განსხვავებული სირთულეები, განსაკუთრებული თუ არა, განსხვავებული მაინც ახასიათებს და თუ ამ ყველაფერს არ უშინდებიან, აუცილებლად უნდა აერჩიოს პროფესია, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და თან თუ ისეთი ადამიანები არიან, უყვართ განვითარება, უყვართ მუდმივად აქტიურ მდგომარეობაში ყოფნა და არ არიან მოდუნებულები, მაშინ ეს პროფესია არის მათთვის. ამ საუბრებით ჩვენი გადაცემა დასრულდა. დავემშვიდობები სათემო რადიოს მსმენელებს და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დროის გამონახვისთვის, მესმის ჟურნალისტების ამბავი, რომ დრო არასდროს არ გაქვთ. წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში და მჯერა რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში მუდმივად იქნებით საზოგადოების სამსახურში და იქ სადაც ხალხს სჭირდება. მადლობა შენ ამ სათემო რადიოს ასე ვთქვათ დაფუძნებისთვის, არსებობისთვის და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა.